ჩვენ გვაქვს ფაქტები იმისა, როგორ ხდება რუსეთის მიერ ამ რეგიონების კონტროლი. საინტერესოა, თავად ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში მართლმადიდებლურ ეკლესიას თლათ ესე ძლიერი როლი არ აქვს. აი თავად ცხინვალის რეგიონში ორი სხვადასხვა ეკლესიაა, მართლმადიდებლური, ერთი არის რომელიც არც ერთი ავტოკეფალური ეკლესიის დაქვემდებარებაში არ იმყოფება, ერთ-ერთი ბერძნული ეკლესიის, ასე ვთქვათ, გავლენის ქვეშა, ბალანის ეპარქია ეგრეთ წოდებული და მეორე არის რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის გავლენის ქვეშ ყოფი რამდენიმე ეკლესია, მოქმედი, რომელიც ცხინვალში აშენდა და იქ წირავენ, ასე ვთქვათ, რელიგიურ მსახურებას აღალენ უდლები, რომლებიც რუსეთის ეკლესიის მიერ არიან ხელდასმულები. და ამ ხრივ განსაკუთრებით აქტიურობს ალანისა და ვლადიკავკაზის ეპარქია, რომელიც ცხინვალის რეგიონის მოსაზღვრე, ასე ვთქვათ, რეგიონია. რაც შეეხება აფხაზეთის შემთხვევას, აფხაზეთშიც იქ ადიღეს ეპარქია აქტიურებს და მათი, ასე ვთქვათ, წინამძღოლი, რომელიც გარკვეულწილად იქ შეხვედრებს ატარებს აფხაზეთის სასულიერო პირების წარმომადგენლებთან და რაღაცნაირად ცდილობს, რომ რელიგიური მფარველობა გაუწიოს, ასე და ეს სულიერი საზრდო მიცეს აფხაზეთის ტერიტორიაზე მყოფ ხალხს. მაგრამ აფხაზეთში უნდა აღვნიშნოთ, რომ თვალთ რელიგიური კუთხითაც არ არის შვედი ვითარება, იმიტომ რომ იქაც ორი განსხვავებული, ეგრეთ წოდებული მართლმადიდებლური ეკლესია, თავად აფხაზური, რომელიც არავის მიერ არ არის, რა თქმა უნდა, აღიარებული, მათ შორის რუსების მიერც არ არის აღიარებული, მაგრამ პატრიარქი კირილი, რუსეთის პატრიარქი ხდება ამ ერთ-ერთი აფხაზური ეკლესიის წარმომადგენელს. და მათ შორის პატრიარქისადმი მიმართვაში ისინი არ იხსენიებენ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს თავისი სრული სახელწოდებით, რაც მოიცავს მათ შორის ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტობას. ხო, ეს დემონსტრაციულად ხდება, ამას აკეთებენ. იყო შემოთავაზება რუსეთისგან, მე როგორც რაღაც ადრე მომისმენია, რომ აი სანამ ქართული ეკლესია ვერ ახორციელებს, ასე ვთქვათ, საკუთარ იურისდიქციას ამ მის კანონიკურ ტერიტორიაზე, მაგრამ დროებით ჩვენ შეგვიძლია სულიერი საზრდო მივცეთ იქ ცხოვრებ მართლმადიდებლებს, ესე ამბობენ. რა თქმა უნდა, ჩვენი ეკლესიის მხრიდან ამაზე თანხმობა ვერ იქნებოდა ვერანაირად და რუსებიც ამას ოფიციალურად არ აკეთებენ, მაგრამ ნახევრად ოფიციალურად მაინც გეცდება, იმიტომ რომ ცხინვალში ვიცით, რომ ვლდელია, რომელიც არის სხვათა შორის დეპუტატიც იყო, ასე ვთქვათ, ბოევიკიც იყო, რომელიც ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა, დღეს სასულიერო კარიერას ეწევა ეს მოდელი და ცხინვალს შეუძლია წირავს, ოღონდ რუსული ეკლესიის მოდელია და არა იქ ადგილობრივი აღიარებული ეკლესიის ფრესმის. რუსული ეკლესიის მიერ არის ეს ხელდასმული. დე იურე რა სიტუაციაც იყო 2008 წლის ომამდე პოლიტიკურად, იგივე სიტუაცია, ეხლა დე ფაქტო თვითონ არიან ამ ყველაფრის გამოკონტროლებლები, უბრალოდ დე იურე არ აღიარებენ ახან. ცოტა ხო, რელიგია ცოტა სხვანაირი წესები და კანონებია, როგორც ჩანს იქ რაღაცა წლები ჭირდება. ხო, პოლიტიკაში უფრო სწრაფად ხდება ხოლმე რაღაცები, იგივე აღიარება, რაღაცა ეკლესიაში და რელიგიურ კუთხით აღიარებას რაღაც აწეულები და ზოგიერთი რა ვიცი საუკუნეები ჭირდება. ასე რომ რუსეთის რელიგიური რაღაცნაირად საცეცები უკვე ოკუპირებულ რეგიონებში ნამდვილად არის, მაგრამ ამას ჯერ თქვათ ესეთი ოფიციალური სახე არ აქვს, მაგრამ ნახევრად ოფიციალური შემთხვევები ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს ამისა და ეს კონკრეტული ფაქტები, ეხლა ჩვენ ბევრი რაღაც შეიძლება არ ვიცოდეთ, ხო, ჩვენ თვითონაც ეხლა რაც ვიცი და რასაც ვკითხულობ და ღია წყაროებიდან ვიღებთ ინფორმაციები, ეს არის ამის შესახებ, ასე რომ ამ კუთხით რაც ვთქვათ, ძალიან საინტერესო პროცესები მიდის. წეგანაც აღნიშნა, რომ თუნდაც ახალგორის სიტუაციაში ძირითადი მიმოსვლა, რასაც უკავშირდებოდა, იყო ეკონომიკური მხარე, რომ ამ კუთხით ძალიან ბევრი გადადიოდა, გადმოდიოდა და მე ეს საბუთების საკითხი თუნდაც მე ეს დროის შეზღუდვის საკითხი გადასვლა მიმოსვლასთან დაკავშირებით შესაბამისად შეაფერხა ეს თუნდაც ეკონომიკური კუთხით მიმოსვლა, რამაც კიდევ ერთხელ შეასუსტა ქართველების იმ კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლა და თუნდაც რაღაც პერიოდით გაჩერება, ხო, დაყოვნება, რამაც კიდევ უფრო გაწყვიტა მე ეს კავშირი, ხო, იმიტომ რომ რეალურად ამ ადამიანების უმეტესობა საბოლოოდ გადმოვიდა და საქართველოს ტერიტორიაზე დარჩა, იქ არ გაჩერებულა და შესაბამისად წყვეტაც მოხდა, შესაბამისად ისიც მოხდა, რომ რეალურად არათუ საცხოვრებლად ჩერდება, კი, ანუ რეალურად ქართველი უკვე რაც შეიძლება ნაკლები შედის, გამოდის, მოძრაობს ზოგადად და ანუ ფიქსირდება ზოგადად ტერიტორიაზე, რაც მე ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ეს ყველაფერი როგორ შეიძლება პრაქტიკაში აისახოს.